ამ დღეებში სადღაც ამოვიკითხე თვითმარქვია ნაციონალების მიერ სიტყვის თავისუფლებისათვის თავგამოდება დაახლოებით იგივეა, რაც ოსვენცემისა და ბუხენვალდის შემოქმედებს ებრაელთა უფლებებისათვის რომ დაეწყოთ ბრძოლაო. ამიტომაც მე ბატონ ზურაბ აბაშიძეს ჩვენს კოლეგას არ ვეთანხმები და მგონია რომ დიახ ამ უყუღმა დაბადებულებს ყველაერთი საშოდან რომ არიან გამომძვრალი, სანამ უკან არ შევაბრუნებთ, არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას. დღეს ამ თვითმარქვია გველაძუებს პირზე აქვთ აკერებული ერთი აჩემებული მესიჯი, რომ ჩვენ ვართ უნიათლოები. ამ ხრივ ისინი ნაწილობრივ მართლაც არიან, შეიძლება მართალი ყოველ შემთხვევაში მათი აზრით, რომ ჩვენ არ დავემგვანებთ ამ უმგვანოებს და სარზე არ ჩამოვაცვით ისინი, ხოლო თუ უფრო სერიოზულად მიუდგებით საკითხს, სამწუხაროდ ჩვენ მართლაც გამოვიჩინეთ უნიათობა, რომ ეს ანტიქართული ფაშისტური რეჟიმი არ გავასამართლებთ და არ ავგრძალებთ მათ მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაულებისათვის, რომელსაც თუნდაც ეს ბოლო დროს გამოქვეყნებული ეს უშაშინელესი სამეგრელო სამალავებში ძველად აღმოჩენილი კადრები ადასტურებს, რომ ისინი სწორედ ასე ჩადიოდნენ მას. მეტიც ჩვენ იმათ ვახსენებელი თავს მოხმებული კოაბიტაციით ცუდი სამსახური გაუწიეთ ქვეყანას, ხალხს და როგორც ერთი ჩინური ანდაზა ამბობს, ჩვენ უბეში ჩავისვით გაყინული გველი, რომელიც გავალღვეთ და ახლა ეს შხამიანი გველაძუები აქეთ იტბინებიან. არადა იტყვით, რას გადაეკიდებთ თვითმარქვია ნაცებსო. მეტი საქმე არა გაქვთო? საქმის მეტი რა არის, მაგრამ თვითმარქვია ცრუნათებს ბოლომდე მხილება და მათი ბოროტის რახვების გაშიფრა, გამოაშკარეობა ის საქმეა, რომლის გადადება მართლაც აღარ შეიძლება. სხვა საქმეებმა შეიძლება მოიცადოს, მაგრამ ეს საქმე ვერა. ჩვენ კი არ გადავეკიდეთ თვითმარქვია ნაცებს. ისინი გადაეკიდნენ ქართველებს და აგერ უკვე 11 წელიწადია სისხლს წოვენ და სიცოცხლეს უმწარებენ მას. უფრო უტიფარი, უფრო ურცხვი, უფრო ანტიქართული ძალა, ვიდრე თვითგამოცხადებული ნაციონალური მოძრაობა, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებულა და იმედია, რომ არც იარსებებს არასოდეს, რომლებიც უდიდეს მორალურ და მატერიალურ ზიანს მიაყენეს ჩვენ საზოგადოებას. და ეს რომ არ გავაკეთეთ, კოაბიტაციით გულმოცემულები ვირთხებივით მოძრებიან უკან და ყველა სახელისუფლებო ხრელში ძრებიან, რომ მერე შიგნიდან გამოხრან და გამოჭამონ ხელისუფლებას და ქვეყანას მთლიანად. მართლაც და საკმარისია. აივსო მოთმინების პიანა ქვეყანას ამ ერთი მუჭა ნაძირალებს ხომ არ გადავაყოლებთ. ამიტომაც შემოკარგებო გასაკეთებელი დროზე უნდა გაკეთეს. დიდი მადლობა.